რამდენი ბავშვიც ჩვენ გაშულებული ყავს ნაპოვნი, ამ ბავშვების მამების 80%-მა არ იციან ბავშვების არსებობა. ანუ ეს ქალები რომ ორსულდებოდნენ კაცებისგან, არ ეუბნებოდნენ ამ კაცებს რომ იყვნენ მისგან ორსულად, ისე ხდებოდა ბავშვის გაშულება. აი პირველი кейსი რო გქონდა ლაივიც მაგ ჩართული შეურაცხადი სახით რომ გავდივარ ქუჩაში, დაძმა ხდებოდა ერთმანეთს და დამირეკეს რომ მოდიო და გავდივარ ბანკთან უნდა ავიდე ვაკის პარკთან და აი ესე გავდივარ და ეს ბიჭი გვიყვება ისტორიას და რომ აქეთ მევწირი ვარ ეგეთი ისინი და აღმოჩნდა გოგოშები ნათესავი, უკვე ბიოლოგიური ნათესავი და ისტორია არის ესეთი, რომ ამ ორი ძმა აღმოაჩნდა, ორმა ძმამ მოკიდა ამ უფროს და სხელი და ჩაუყვანეს მამას კახეთში. კახეთში იყო იმ პერიოდში ეს კაცი, თუმცა სიმდროში სამეგრელოდან არის. მწვადებს წვავდა ეს კაცი რა და რო ჩაუყვანეს, რო შენი შვილი და რო უხსნიან, რა ხდება? მიკროი ფაქტი დაემართა ამ კაცს, კაცო გადაყირავდა. ანუ ეს კაცი მე ეკითხებოდა იმ ხალხს რა. ანუ არც ცოლი მყავდა, არც შვილი მყავდა, ანუ არა გეთქვა, კაც ვიქნებ მომყავდი ცოლადო. უცნაურია. ანუ ქალებს იმდენად დიდი უნდობლობა ჰქონდათ მამაკაცების მიმართ და ეგონათ რომ ცოლად არ მოიყვანდნენ და ალბათ არც მოიყვანდნენ, ამიტომაც ხდებოდა ეს, მაგრამ ჩემი ასეთ მაინც უნდა ეცადა და უნდა ეთქვათ, რომ იცი რა შენგან ორსულად ვარო, რაღაცა გადაწყვეტილება ერთად მიეღოთ რა.